სელჩუკებს მოყვება ჯვაროსნული ლაშქრობები, ამ სელჩუკებმა ძალიან დიდი სამეფოები შექმნა და საფრთხე შეუქმნის ქრისტიანულ სამყაროს და ევროპას. მათი დაპყრობილი ბოლო ქალაქი ნიკია იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან და ამ ძიმე სიტუაციაში ბიზანტიის კიდევ უფრო ძიმე სიტუაცია იქნებოდა და 95 წელს ბიზანტიის იმდროინდელმა იმპერატორმა ესპირონმა რომის პაპს მიმართა დახმარებით სელჩუკთა წინააღმდეგ გამოდიოგვიშვილო რაღაცა გავაკეთო და არაზნეო ევროპელი ხალხები თორეო მარტო ბიზანტიას კი არ ექნებაო პრობლემაო, ევროპასაც ექნება პრობლემაო და სხვადასხვა დაინტერესდა ამით რომის პაპი. ასეთ სიტუაციაში 1916 წელს კლერმონის საეკლესიო კრებაზე რომის იმდროინდელმა პაპმა ევროპის წმინდა ადგილების გათავისუფლებისაგან მოუწოდა ხალხს ევროპას. პაპის თქმით, ომში მონაწილეებს ამ ქვეყნების სიმდიდრე და იმ ქვეყნების სამოთხე ჰქონდათ გარანტირებული. პაპის მოწოდებას ბევრი დაეთანხმა. წმინდა ადგილების გათავისუფლების მსურველები სამოსებზე ჯვარს იკრავდნენ ჯვრის გამოსახულებას და ამიტომაც შეარქვეს მათ ჯვაროსნები, აი აქედან გამომდინარე. 8 ჯვაროსნული ლაშქრობა, 8-ე თავისი შედეგებით შედის საკითხებში, მოკლედ ვეცდებით მოვიხილო ესეთ რუბის დახმარებით, რომ უფრო მდგრადი იყოს თქვენთვის. გადავიდეთ ახლა უკაზე. პაპის მოწოდებაზე მოკლედ აჟიტირდა მთელი ევროპა და აბორგდნენ და უკვე 1097 წლის პირველ ნახევარში ზოგადად 1096-99 წლებში მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და 1097 წლის პირველ ნახევარში ჯვაროსნები უკვე დაიძრნენ სალაშქროდ. პირველი სამიზნე იყო ნიკეა, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი იყო ეს ნიკეა. იმ დროისთვის კი რომის სასულთნოს დედაქალაქი გახდა შემობატონებო, რომელსაც არსლან პირველი მართავდა. არსლან იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა ხედავთ ახლა მედიანიკით, ნიკეას ალყა შემოარტყეს, როგორც კი ეს ამბავი არსლან პირველმა გაიგო, რა თქმა უნდა, დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს, თუმცა დაამარცხდნენ ევროპელებთან ბრძოლაში. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვაროსნებმა კი განაგრძეს გზა და შემდგომი დაპყრობები აწარმოეს მოკლედ იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე. იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე მათ შეხვდათ შემდეგ ანტიოქიის ციხესიმაგრეს, რომელსაც მიადგნენ 1097 წელს და კიდე რაღაც სხვა ქალაქებიც რა თქმა უნდა აიღეს. ერთვიან ალყაში ჰქონდათ მათ ანტიოქია, ყავდათ მათ მოქცეული ანტიოქია და ბოლოს ჯვაროსნების ხელში გადავიდა ანტიოქიის სახელმწიფო. ამის შემდეგ იერუსალიმისაკენ გზა გააგრძელეს და უკვე 1099 წელს მათ ჩააღწიეს იერუსალიმში და დიდი სისხლის ყურის ფასად აიღეს მათ ქალაქი. ძალიან საშინელებები დაატრიალეს, რაც მანამდე არც კი ნახა იერუსალიმის ეს საშინელება დაატრიალეს. საბოლოო ჯამში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა მით დამთავრდა, რომ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ერთეულები, რომელსაც ჯვაროსნული პოლიტიკური ერთეულების ეძახიან, ეს იყო იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა 1147-1159 წლებში იყო. ედესის ჯვაროსნული საგრაფოს აღებას მოყვა იგი, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის საგრაფო დაიბრუნეს მოკლედ სელჩუკებმა. ამაზე გააბრაზდა პაპი, ევგენი მესამე იყო პაპი ამ დროს და 1145 წელს გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. მას ხელმძღვანელობდნენ საფრანგეთის მეფე ლუი მე-7 და გერმანიის იმპერატორი კონრად მესამე. და რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვნებთან წამოვიდნენ ისინი ევროპიდან, წამოვიდა ჯვაროსნთა ლაშქარი და გაარსდნენ თუ არა ბიზანტიას პრინციპში მაშინვე დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა პირველივე ბრძოლებში. თუმცა მცირე და შემცირებული ნაწილი არმიებით მათ გააგრძელეს ბრძოლა ერიში იერუსალიმისაკენ და 1158 წელს დამასკოსზე უშედეგო ერიში მიეტანეს, უშედეგო იყო ასევე იერუსალიმში ლაშქრობაც. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა 1199-1192 წლებში იყო და ახლა პრინციპში აქ რა იყო მიზეზი? ამ დროს ეგვიპტის სულთანი იყო სალაჰ-ად-დინი, სხვადასხვა მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მეფე თამართან და ამ სალაჰ-ად-დინმა 1187 წელს იერუსალიმის სამეფო აიღო და ამან იერუსალიმის დაცემა მოკლედ ევროპაში ძალიან განგაში გამოიწვია, შეშფოთდნენ, გადაირგნენ, გაგიჟდნენ და სამი მონარქი შეიკრიბა ევროპიდან. ეს იყო ინგლისის მეფე რიჩარდ პირველი ლონგული, საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორე ოგიუსტი და საღვთო რომის გერმანული საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა. გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ პირველი ბარბაროსა, როდესაც მოდიოდა მცირე აზიაში და მდინარე სალეფი უნდა გადაელახა, იქ დაიხრჩო.
საწყალი ღმერთმაცხონოს მოკლედ და დარჩა ორი მეფე. ეს იყო, ესე იგი, საფრანგეთი და ინგლისი. მე რაღაცაზე გაბრაზდა ეს ფილიპე ოგუსტი ხა მაგას აღარ ჩაუწვრილმანდებით, არა გვაქვს მაგის დრო, რიჩარდ ლონგულს რაღაცაზე წაეკამა და გაიბუტა მოკლედ და მიატოვა შუაგზაში და დაბრუნდა უკან. ესე იგი, საბოლოოდ დარჩა მარტო რიჩარდ ლონგული. რას იზავდა ხა რიჩარდ ლონგული, ადგა და გააგრძელა მანაც გზა და ჩავიდა და ისი დიდი ბრძოლები მაინც და მაინც სერიოზული არ იყო 1192 წელს ეგვიპტის სულთანთან სალადინთან დადო ზავი, რომელთაც იერუსალიმი გადავიდა ეგვიპტელების ხელში, არჩებოდა უпростоრად ეგვიპტელებს, აღებული ქონდა ისედაც სალადინს და უღოდ მას რიჩარდის ნათესავი ეყოლებოდა მმართველად, ასე შეთანხმდნენ. ძალიან კომიკური იყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ისე ხალხი რო არ იღუპებოდეს, ალბათ სასაცილო იქნებოდა. ის იყო 1200-1204 წლებში და მაშინ ძირითადად ევროპელი რაინდები მონაწილეობდნენ, არ ჰქონდათ ფინანსური სახსრები, რომ იერუსალიმზე მიედანათ იერიში, ამიტომაც დახმარებას ხოვეს ვენეციას და სანაცვლოდ ვენეციას იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე ქალაქის ზადარი დაუპყრეს და გადასცეს ვენეციას ამის სანაცვლოდ რა მოკლედ. ამის შემდეგ მათ უკვე დახმარებას შეპირდა ერთი ასეთი კაცი იყო ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე სურველი ტახტობისა, ეს იყო ისააკ მეორე ანგელოზი. ხა მაგან უთხრა რომ თუ თქვენ მეო ბიზანტიის ტახტს დამაბრუნებინებთო და ჩემი ხელში ჩამაგდებინებთო, მაშინო ჩემი შვილიო, ჩვენო მოგეხმარებითო მოკლედ რომ ლაშქრობას დაგიფინანსებთო და დაეხმარან ისინი ამათ, მაგრამ არ შეუსრულა ბიზანტიის იმპერატორმა დანაპირების ის გამოც გააბრაზდნენ ჯვაროსნები და მის ნაცვლად რომ წასულიყვნენ იერუსალიმში, კონსტანტინოპოლი აიღეს ბიზანტიის დედაქალაქი და უბრალოდ იქ დააარსეს ლათინთა იმპერია, უბრალოდ მართლმადიდებლობა შეცვალეს კათოლიციზმის აუცილებლობით, ასე რომ ვთქვათ. თუმცა 1270 წლამდე იარსება მხოლოდ ამ სახელმწიფომ. ეს იყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა 1217-1221 წლებში მიმდინარეობდა. მისი ხელმძღვანელები იყვნენ უნგრეთის მეფე, იყო ასეთი ანდრაშ მეორე, ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ მეექვსე და მერანის ჰერცოგი ოტონ პირველი. შემდეგ მას ჰოლანდიელებიც დაეხმარნენ და ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს პირდაპირ ეგვიპტეს დასხმოდნენ თავს და იერუსალიმზე ჯერ არ შესულიყვნენ და ეგვიპტის სულთანმა პირდაპირ ასევე ჯვაროსნებს შესთავაზა ზავი დავზავდეთო, თავი დამანებეთო, დაგიბრუნებთო იერუსალიმსაც და მოგცემთო, ოღონდ ნუღარ ვიომებთო, რაზეც ჯვაროსნებმა უარი უთხრეს, არ გვინდაო. ალყა შემოარტყეს 1218 წელს ქალაქ დუმიატს, რომელიც აქ ეგვიპტეში არის. ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც კი ეს ალყა, მაგრამ რატომღაც 1221 წელს მერე მაინც დათმეს ეს დუმიატი და დატოვეს ეგვიპტეს, ასე დასრულდა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა. მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა 1228 წლებში მიმდინარეობდა საომარი ოპერაციები. ის წამოიწყო საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ მეორემ და მან დაიკავა იაფას მნიშვნელოვანი სიმაგრე და 1229 წელს დაუზავდა ეგვიპტის სულთანს. ზავის მიხედვით ქრისტიანებმა იერუსალიმი უზრუნველად ჩაიბარეს, ანუ ჯვაროსნებმა ევროპელებმა უზრუნველად ჩაიბარეს იერუსალიმი და 1250 წელს მაინც დაკარგეს, დიდხანს არ დარჩენილა ევროპელების ხელში, ამჯერად ის ხორეზმელების ხელში გადავიდა. მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა 1258-1254 წლებში იყო და ის წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრე წმინდამ, ასე იწოდებოდა. 1259 წელს დუმიატი ისევ აიღეს და ეგვიპტეზე შეტევა დაიწყეს. ამ დროს ეგვიპტეს მამლუქები მართავდნენ და ამ მამლუქებთან ბრძოლაში საფრანგეთის არმია დამარცხდა და ისე დამარცხდნენ, თან ეს ლუიც კი ჩაიგდეს ტყვედ, ნუ რაღაც სამარცხვინო მარცხი იყო და ჯვაროსნებმა დაკავებული ტერიტორიები რა თქმა უნდა დაკარგეს. ეგვიპტელებმა 1254 წელს სირიაც მიაყოლეს მერე და ისიც ჩაიგდეს ხელში. და მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც 1270 წელს იყო, რო გათავისუფლდა მოკლედ ეს კაცი ლუი მეცხრე წმინდა ტყვეობიდან, გადაწყვიტა რომ ჩემ ტყვეობას არ ვაპატიებ ამ ხალხსო და ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა თვითონვე წამოიწყო, ანუ ფაქტობრივად ორი ჯვაროსნული ლაშქრობის თავოსანი იყო ეს კაცი და პირველი სამიზნე იყო ეგვიპტის სასულთნო. ლუი მეცხრე წმინდის მეთაურობით 1270 წელს შევიდნენ აფრიკის კონტინენტზე, შეიჭრნენ ტუნის შემოარტყეს ალყა ტუნისს, მაგრამ ჯარში უცებ ეპიდემია გავრცელდა, ამ ეპიდემიამ იმსხვერპლა საწყალი ეს კაცი მაინც შეეწირა ამ ჯვაროსნულ ლაშქრობას თავის ჯანმრთელობით, ლუი მეცხრე წმინდა იცხვერპლა ესე იგი ეპიდემიამ. დანარჩენი მეომრები იძულებული გახდნენ ბრძოლა შეეწყვიტათ. დადეს ეგვიპტის სულთანთან შეთანხმება, რომლითაც ევროპელებმა ერთი რეის მაინც მოიპოვეს, რომ ტუნისში თავისუფლად ვაჭრებდნენ, თავისუფალი ვაჭრობის უფლება მოიპოვეს და ასევე ტუნისელ ქრისტიან სასულიერო პირები ხელშეუხებლობის გარანტიას იღებდნენ. ეს დასრულდა ეს ლაშქრობაც და ვაიმე დედა მე მგონი მოვრჩით. და ეს თემა პარემ დავასრულოთ რაინდული ორდენებით.
გარდა სამი ჩვეულებრივი სამონაზო აღთქმის და სამი აღთქმის იყო სამონაზო უბიწოება, სიღატაკე და მორჩილება, რაინდები მომლოცველთა დახმარების და უწმინოთაგან წმინდა ადგილების დაცვის ვალდებულებასაც იღებდნენ, ამიტომ ერქვათ მათ რაინდები. ამით ისინი ორდენებს აარსებდნენ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში 1099 წელს დაარსდა პირველი ორდენი, ასეთი იყო მალტის ორდენი და რადგან შეიქმნა იერუსალიმის წმინდა იონის საავადმყოფოში, მათ მეორენად იოანე ნიტელთა ორდენსაც უწოდებენ. 1929 წელს ორდენი მალტის კუნძულზე დამკვიდრდა, საიდანაც მომდინარეობს მისი ამჟამინდელი სახელწოდებაც მალტის ორდენი. მათი სიმბოლოა შავი მოსასხამი, მასზე გამოსახული თეთრი ჯვრით. შემდეგ იერუსალიმში დაარსდა კიდევ ერთი ორდენის იყო ტამპლიერთა ორდენი და სწრაფად გაფართოვდა, დიდი ქონებაც დააგრო, ეს ორდენები კაი ბევრ ფულს აგროვებდა ხოლმე სახსრებს. ბრემენის და ლიუბეკის რამდენიმე მოქალაქემ დაარსა მერე ტევტონთა ორდენი, ესეც სარაინდო ორდენი, ორდენის მმართველი ორგანო პრუსიაში განლაგდა. მისი საქმიანობა ძირითადად ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში მიმდინარეობდა რა და წარმართა საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ტევტონთა ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტემ გააუქმა, ხოლო ავსტრიის იმპერატორმა შემდგომ ის ხელახლა აღადგინა, ასე რომ ვთქვათ, ავსტრიაში, სადაც ორდენმა მე-20 საუკუნემდე გააგრძელა საქმიანობა. ეს იყო დღევანდელი თემა, ცოტა შეიძლება გამოვიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუკების ჩაგდებით უფრო რაღაც გაიზარდა თქვენი მქონება, ყველაფერი იქნება კარგად, როგორც ყოველთვის გეუბნებით და დამიჯერეთ, იმიტომ რომ არასდროს არ ვთქვი, ყველასთვის ყოველთვის ყველაფერი კარგად არის, იმით ჩემი მოსწავლე და აბიტურიენტია პირადი თუ ასე ონლაინ რეჟიმში კარგად იყავით ჩემო კარგებო.